Მოწმენებული ვარ, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც პატარ-პატარა რაღაცები, რაცაც ვეღარ აკეთებს იმის გამო, რომ აი ეს პროტესტი მისგან იმ ხალხს ძალისხმევას მოითხოვს, რომ რაღაცა საკუთარი ცხოვრების მთლიანად გადადება გიწევს გვერდით. მაგრამ გაძლევს ისეთ რამეს, რაც რაღაცნაირად ყველაფრად ღირს. ჯერ ერთი საკუთარ თავში იმის შეგრძნებას, რომ იმ გზიდან რა გზაც აირჩია და რა გზაზეც ამბობ, რომ სწორია და თვლი, რომ სწორია, არ უხვევ და არ გაქცევს ისეთ ადამიანად, რომელიც რაღაც მომენტში დანებდა. იმდენი რაღაც გავწირეთ პროტესტისთვის და იმდენი რაღაც დავთმეთ ოჯახის წევრები იქნებოდა, ეს პირადი საქმე იქნებოდა თუ მეგობრები თუ არ ვიცი, ყველაფერი დავთმეთ. მე პირადად უკვე 3 თვეა ფაქტიურად ქუჩაში ვცხოვრობთ და ოჯახის წევრებს თითქმის ვერც ვნახულობთ. აბსოლუტურად გამოსული ვართ საკუთარი კომფორტის ზონებიდან და ამ კომფორტის ზონის დამსხვრევა და გამოსვლა ამ კომფორტის ზონიდან მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გააგრძელო ის საქმე, რასაც აკეთებ. და ხო, გეთანხმები, რომ მეგონა რომ გიჟები ვიყავით იქ რო ვიდექით ამდენი ხანი, მაგრამ როცა ამბობ და როცა გჯერა იმის, რომ სწორ მხარეს დგახარ ბოლომდე და დგახარ იქამდე, სანამ ფიქრობ, რომ უნდა იყო იქ.